ეს რუსთავიორია თქვენ უყურებთ გურიერს 9 საათზე პაციენტი თბილისის ონკოლოგიური კლინიკის ექიმებს თირკმლის გაყიდვაში ადანაშაულებს ოპერაცია კლინიკაში თენგიზ აბულაძეს 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაუკეთეს რამდენიმე თვეში კი სხვა საავადმყოფოში განმეორებით ჩატარებული კვლევის დროს აბულაძემ აღმოაჩინა რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა. დაზარალებული პაციენტი კლინიკას სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივის რეპუტაციის შელახვის გამო პაციენტის წინააღმდეგ გეგმავს ჩივილს ექიმიც რომელიც ამტკიცებს რომ აბულაძემ თავად მოაწერა ხელი ორგანოს ამოკვეთას. ის მერე ძილი არ ქონია ძილი. ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ აღმოაჩინა რომ ერთი თირკმელი ცხოვრობს. ორგანომას თბილისის ონკოლოგიურ კლინიკაში ამოაჭრეს. თენგიზ აბულაძე ჰოსპიტალში მსხვილ ნაწლავზე სიმსივნის სამკურნალოდ მივიდა. როგორც თავად ამბობს, უკვე დადგენილი ჰქონდა რომ სიმსივნის კიდევ ერთი კერა მარცხენა თირკმელზე ჰქონდა. თუმცა ექიმებმა უთხრეს რომ მის ამოკვეთას მხოლოდ სწორი ნაწლავის ოპერაციის შემდეგ გადაწყვეტდნენ. გადამიღო ყველანაირი გადაღებები, რაები, რავი, სადარ ვატარა 3 დღე ვიარეთ, უნდა ვიღეთ ყველაფერი გადავიღეთ, ყველაფერი. და გამატანა მე უროლოგთან ეს გადაღებული ისა თირკმელების და უროლოგთან რომ მივედით, მოვიდა და ნახა. ეს არაფერი არ არის ბიჭო, მე მითხრა. პატარა ის არის ამასო, ჩვენ თირკმელს არ ვეხებით. ამ 13 წლის განმავლობაში იძახოდა 3 ექიმი რომ არ ვეხებით თირკმელას. ოპერაცია თბილისის ონკოლოგიურ კლინიკაში 22 იანვარს დაინიშნა. თენგიზ აბულაძის ოჯახის წევრები ყვებიან რომ ოპერაცია დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა ექიმებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და დილის 7 საათზე ისე დაიწყეს რომ პაციენტის ახლობლები ადგილზე ჯერ არ იყვნენ მისული. პაციენტის რძალი იხსენებს რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ პირველად მასა უხსნეს რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თირკმელზე ოპერაცია საჭირო არ გახდა. რო იყო ოპერაციაზე ლაპარაკი მე პირადად ჩავედი და ორივე ექიმს გავესაუბრე და მითხრეს რომ ამ სწორნაწლავიდანო ხელმისაწვდომიაო რომ თირკმელს და ხერხემალს შორის ეს წამონაზარდიო მოუკვეთოთო. თირკმელს საერთოდ არ შევეხებით, ასეთი პასუხი გამცეს და შევეკითხე რომ ასაკითხრო დიდი ამეთქი და არაფერია ჯამრთელი ორგანიზმი აქვს და ადვილად გადაიტანს. 7 თვის შემდეგ გავიგეთ, მოიწამლა, გამირეკეს ტელეფონზე, რომ სასწრაფოთი წამოიყვანეს გურჯაანის საავადმყოფოში. მე და ჩემი შვილი წავედით და ექიმა დამიძახა. მობძანდი 1 წუთიო და შევედი და რა ხდება თქო და თირკმელი არ არისო. ოპერაციიდან მე-13 დღეს აბულაძე კლინიკიდან გაწერეს. დაუნიშნეს ძვირადღირებული მკურნალობა და 3 თვეში ერთხელ საკონტროლო შემოწმება. თუმცა პაციენტს კლინიკისთვის აღარ მიუმართავს. ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ საკვებით მოწამვლის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გასინჯეს და უთხრეს რომ მარცხენა თირკმელი აღარ ჰქონდა. პაციენტს ეჭვი ორგანოებით ვაჭრობაზე გაუჩნდა. თირკმელას იძახოდნენ 3 რომ არ ვეხებით. არც ესენი 4-ვე შევიდნენ შიდა და არა თირკმელას ვერ შევეხებით. აბა არა. არ შევეხებია თირკმელას ჩვენო. და სინამდვილეში არის ეს ამოღებული და გაყიდული. სინამდვილეში ასე მე სარწმუნოებულა სინამდვილეში. ონკოლოგიურ კლინიკაში 4 საათიან ოპერაციას ქირურგ ლაშა თურქიაშვილთან ერთად უროლოგი ლევან მოთიაშვილიც ესწრებოდა. საკუთარი თირკმლის მოსაკითხად თენგიზ აბულაძე ისევ კლინიკაში დაბრუნდა. ექიმი ლაშა თურქიაშვილი ადგილზე არ დახვდა. მისმა მოადგილემ კი პირველად მაშინ გაატანა დოკუმენტი, სადაც უკვე ოფიციალურად ეწერა რომ მას მსხვილ ნაწლავთან ერთად თირკმლის ოპერაციაც ჰქონდა გაკეთებული. ოპერაციის წინ ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევებით პაციენტს დადგენილი ჰქონდა პირველადი მრავლობითი სინქრონული სიმსივნის დიაგნოზი, ეს იყო მსხვილი ნაწლავის სიმსივნე და ეს იყო მარჯვენა თირკმლის სიმსივნე. ეს იყო დადასტურებული ისევ იმეორებ შესაბამისი გამოკვლევებით. პაციენტის პატრონებთან დეტალურად იქნა გავლილი ეს ყველაფერი და სრულ ინფორმაციას ფლობდნენ დაავადების როგორც საწყისი, ისე პოსტოპერაციული შედეგებზე ინფორმირებული იყვნენ ცალსახად. ექიმ ლაშა თურქიაშვილმა დეტალურად გაიხსნა ყველა პროცესი, რომელიც მის პაციენტს უკავშირდებოდა. ქირურგმა კურიერის გადამღებ ჯგუფს ის დოკუმენტიც აჩვენა, რომელზეც ოპერაციის წინ ხელი თავად პაციენტმა მოეწერა. სპეციალურ ფურცელში დეტალურად იყო გაწერილი, რომ ორი ორგანოს მოკვეთა ხდებოდა. მე რამდენადაც მახსოვს, მათ ნანახი აქვთ თირკმელიც სიმსივნური დაზიანებით თურთ და ნაწლავიც დაზიანებით თურთ, რა თქმა უნდა. ქირურგმა დღეს ისიც გაიხსნა, რომ თენგიზ აბულაძის ოპერაცია სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდა და მას თანხა 2 თირკმელისა და მსხვილი ნაწლავის ოპერაციაზე ჰქონდა მოკვეთილი. ბრალდებას დაავადებული მოხუცის თირკმლის გაყიდვის თაობაზე აბსოლუტურად მიიჩნევენ და პაციენტის მხრიდან ცილისწამებლური განცხადების გამო მორალური ზიანის მიყენებისთვის საჭირო შეტანას გეგმავს. მე ჩემი სიმართლის დამტკიცებას ვაპირებ ჯერ ეს ერთი
ასეთ ცილის წამებაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი აბსოლუტურად და მე ჩემი მაგალითით მინდა რომ სხვა ექიმები დაცულები იყვნენ. პარალელურად საჭირო შეტანას გეგმავს პაციენტი აბულაძეც. ის ექიმის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. მანამდე კი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ამით მაინც გაერკვევა მოტყუობით მოკვეთეს თუ მოპარეს თირკმელი 76 წლის პაციენტს. უპრეცედენტო მასშტაბის საცობებით თბილისში ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე დედაქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. მოქალაქეები მანქანების გრძელ რიგში საათობით დგანან, მიზეზი კი გადათხრილი ქუჩებია, რომლებიც ცენტრალურ გზებზე მოძრაობას აფერხებს. უკმაყოფილო მძღოლები პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებენ, რადგან მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრამდე ვერ შეძლო. ნახევარი საათი მოუნდით აიქიდან ამოსვლას რომ მოსულიყავით ხიდამდე. კატასტროფა ხდება, კატასტროფა რა. მოდები შეიძლება ესე მე არ ვიცი, ყველა მხარეს, იქითაც. რიგი საათებში თუ დღის განსაკუთრებით მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებით ახლა. რაღაცა კეთდება, მაგრამ სხვერპლიც ხომ უნდა გავიგოთ რა. ძირითად დღის რომელ მონაკვეთშია ხომ მდგომარეობა? დილიდან. მთელი დღის განმავლობაში. ძალიან უარყოფითად. 1 საათია საცობში ვარ. მთელი წლის განმავლობაში თითქმის არაფერს არ აკეთებს თბილისის მერია, პრობლემები გროვდება, წყობრიდან გამოდის საგზავნო ინფრასტრუქტურა და შემდეგ ერთბაშად, რატომღაც აგვისტოს თვეში იწყება თითქმის პარალელურად ყველა ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები. საგზავნო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ვადებში აღარ ესწრება ხოლმე და ვიღებთ პარალიზებულ ქალაქს. ეს არის არასწორი დამოკიდებულება და არასწორი პოლიტიკა. დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბუნებრივი არის ამ ყველაფერს გარკვეულწილად ეს დაკავშირებული არის ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვასთან, თუმცა ჩვენ რამოდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ დედაქალაქის ის ძირითადი საკვანძო ქუჩები, სადაც შესაძლებელი არის, რომ სწავლის დაწყების შემდგომ შეიქმნას პრობლემები, ამ ქუჩებზე ყველგან 15 სექტემბრისთვის მოძრაობა აღდგენილი იქნება. უმუშევრობა, კრიმინალის ზრდა, კრედიტები, გაძურებული პროდუქტები და მედიკამენტები და ოკუპაციის პროცესის შეფერხება ეს იყო მთავარი პრობლემები, რომელზეც ქუთაისის მოსახლეობა საუბრობდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე. ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა მოქალაქეებს კოალიციის გეგმები გააცნეს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე პენსია გაიზრდება 400, მასწავლებლის ხელფასი 1000 და პოლიციის თანამშრომლების 2000 ლარამდე. გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო ვალების გადახდაზე და კრედიტების დაფარვა მოხდება 2012 წელს არსებული ლარის კურსის მიხედვით. ქალაქი, რომელსაც ისევე როგორც დანარჩენ საქართველოს გამოაცალეს პერსპექტივა, რომელსაც უთხრეს, რომ შენ უნდა გადაიქცეს საქართველოს გეოგრაფიულ ჩიხად, იმიტომ რომ აღარც პარლამენტი, აღარც მთავრობა, აღარც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ქალაქში არ იქნებაო. ეს არის სამთავრობო დედაქალაქი, ეს არის ტურისტული დედაქალაქი, ეს არის ჩვენი ჰაბი, სატრანსპორტო ჰაბი, რომელსაც უზარმაზარი მომავალი აქვს და ერთადერთი რაც ჭირდება ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს. პრობლემები არის ყველა მეორე ოჯახში თითქმის. თუ ხარ ოცნების მხარდამჭერი, მაშინ ხარ დასაქმებული თუ არა, ხარ უმუშევარი. არც მეგულება უკეთესი პროფესიონალი საპრეზიდენტო კანდიდატი ვიდრე ბატონი გრიგოლია არც შევადარებს საერთოდ არც ერთ ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს. ეს არის ადამიანი, რომელიც სიტყვას ამბობს არა არჩევნებისთვის, არა ტყუილის, სიტყვას ამბობს საქმისთვის. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იყალთოში სტუდენტებს შეხვდა. კანდიდატმა ახალგაზრდებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო ფონდის 50% უცხოეთში სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე დაიხარჯება. საქართველოში არის უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც არის სწავლას მოწყურებული და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლოს არ აქვს საშუალება, რომ მიიღოს განათლება უცხოეთში და არა მარტო უცხოეთში, თითო საქართველოშიც კი. მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს, მიცეს მათ შანსი, მიცეს მათ პერსპექტივა და სწორედ ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ საპრეზიდენტო ფონდის მინიმუმ 50% დაიხარჯება სტუდენტების განათლებაში, სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურებაში და საქართველოს პრეზიდენტი იქნება აუცილებლად ჩვენი ახალგაზრდების სტუდენტების მთავარი ლობისტი მთელ მსოფლიოში. და ახლა კურიერში ამინდის დროა პროგნოზ დღეს დიანა გაგვაცნობს. ხვალბათ 28 გრადუსის სითბოა მოსალოდნელი, ფოთში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება. +30 გრადუსია ნავარაუდების სოხუმში, ზუგდიდში 30 გრადუსის სითბო.
+28 გრადუსი იქნება ახალციხეში, ქუთაისში 32 გრადუსი, +28 გრადუსი ნავარაუდევი ლენტეხში, ცაგერში 29 გრადუსი სითბო, +30 გრადუსი იქნება ამბროლაურში, ცხინვალში 26 გრადუსი სითბო, 28 გრადუსი ნავარაუდევი გორში, თბილისში 28 გრადუსამდე გათბება, +29 გრადუსი იქნება რუსთავში, 25 გრადუსი ამოსალოდნელი თელავში, სიღნაღში 23 გრადუსი სითბო, ხოლო ყვარელში +27 გრადუსი. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედ ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. შეხვედრა 3 საათი და 18 წუთი მიმდინარეობდა და რაფაელ ნადალის გამარჯვებით 4 სეტში დასრულდა. ესპანელმა ქართველი ჩოგბურთელის თამაშს ფანტასტიკური უწოდა. ბასილაშვილმა $266,000 და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ტურნირის დასრულების შემდეგ ის რეიტინგში 31 პოზიციაზე გადავა, რაც მისი კარიერის რეკორდიც იქნება. მსგავსი შედეგი დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია. მესამე და მეოთხე სეტში უფრო კარგად და აგრესიულად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი ტაიბრეიკი განვახორციელე. ბასილაშვილი უფრო ფანტასტიკური იყო და ყველაფერი მისი დამსახურებაა. მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებდი. ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედ ფინალში გავედი. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ. ახვამდის.